შეხვედრაზე დაიგეგმა ქართული მხარის ვიზიტი, რომლის მასპინძლობა თურქეთში ორჰანგაზის კავკასიელმა ასოციაციამ თურქეთელმა ქართველებმა ითავეს. ორჰანგაზის ასოციაციის ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტები ირფან შაჰინ ბერიძე და ადემ თურან შავაძე. მეგობრობა გზად და ხიდად. სწორედ ამ იდეით დაიწყო და დიდი წარმატებით განხორციელდა პროექტი, რომელიც ქართულ და თურქულ ურთიერთობებს კიდევ ერთი ნაბიჯით წასწევს წინ. გააღრმავებს მეგობრობასა და თანამშრომლობას კულტურისა და ეკონომიკის სფეროში. იდეის ინიციატორი საქართველოს მხრიდან იყო მომავლის ტელევიზია ინკოგნიტოს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ორჰანგაზის კავკასიური ასოციაციის და მასთან არსებული ანსამბლ ოქროს პიარ მენეჯერი მანანა გაბრიჭიძე. იდეას განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ქალბატონ თინათინ ნიბლოშვილის ჩართულობამ. კონცერტის შემდეგ ქალბატონა თინათინმა პატარა მოცეკვავეებს საქართველოს დროშები დაურიგა პატარა საქართველო თურქეთში. სწორედ ასეთი ემოციებით უმასპინძლეს პატარა მოცეკვავეებმა საქართველოს დელეგაციას და დიდი სიყვარულით დაიმსახურეს. ანსამბლი ოქროა თქვენს წინაშე. ანსამბლის ქორეოგრაფები ისმაილი და მურათი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ანსამბლმა ბევრი წარმატებული ნაბიჯი გადადგას წინ.